მოგესალმებით, ვაგრძელებთ თანამედროვე სათეატრო პროცესებზე საუბარს და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჰამლეტზე, სპექტაკლი, რომელიც დაიდგა ჰარაკში და სანამ უშუალოდ სპექტაკლზე დავიწყებთ, მანამდე წარგიდგენთ ქალბატონ ლელა ოჩიაურს და ქალბატონ თამთა ქაჯაიას და ჰარაკზე ვიტყვით ორ სიტყვას, მე მგონი დღევანდელ ჩვენს ქალაქში, ჩვენი ქვეყნის რაღაც კულტურულ ყოფაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სათეატრო პროცესი, სადაც რაღაცა აი ენაზე ლაპარაკობენ, რა ენაც გესმის თეატრს მიღმა და ზუსტად ის პრობლემებია და ის რაღაც ექსპერიმენტული მცდელობები, რომელიც ძალიან ჭირდება თანამედროვე სათეატრო ენის განვითარებას და ეს თეატრი აი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაც ახალს და სრულიად განსაკუთრებულს ქმნის. ეხლა უშუალოდ ქალბატონ ლელა რომ დავიწყოთ ამ სპექტაკლზე, რითია გამორჩეული და განსაკუთრებული ამ სპექტაკლის დადგმა. მოგესალმებით. აბსოლუტურად მართალია ხარ ნიკა, როდესაც ამბობთ, რომ ჰარაკი დღეს იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ჩვენი კულტურის ცხოვრებაში და მართლა მნიშვნელოვან ცენტრად, სადაც საუბრობენ ახალ ენაზე, იმ ენაზე, რომელიც ყველაზე მეტად ალბათ ხმამაღლა ისმის დღეს ქართულ საზოგადოებაში, იმ ენაზე, რომელიც ისმის ქუჩიდანაც და იმ ენაზე, რომელიც ალბათ არის ახალი აზროვნების გამომხატველი იმ თაობის, რომელმაც უშუალოდ შექმნა ჰარაკი, რომელიც უშუალოდ მუშაობს ჰარაკში, რეჟისორები, მსახიობები, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქ არის დასაქმებული და იმ სივრცესთან არის გაიგივებული. ჰამლეტს რაც შეეხება, აი ჩვენ ახლა ძალიან ცოცხალი შთაბეჭდილება გვაქვს, ხო, გუშინ წინ თუ 2 დღის წინ ნახეთ სპექტაკლი, რომელმაც და თან ეს იყო სპექტაკლი, რომელიც აი პირდაპირ მართლა გამოძახილი იყო იმისა, რაც იქვე რამდენიმე მეტრში ჭავჭავაძის გამზირზე ხდებოდა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მართლა თითქოს გაიგივდა გარე და შიდა სივრცეები, ხო? და რატომ არის ხა მნიშვნელოვანი? ბევრი ადამიანი ვნახეთ, გახსოვთ მე საუბრობდით, რომელმაც სადაც ბევრი ჰამლეტი აქვს ნანახი. მაგალითად, ქალბატონი ნანი ჩიქვინიძე, რომელმაც ვერ შევედრებით ნამდვილად ვერც ერთი მის გამოცდილებას თუნდაც ამ კუთხიდან, რომელმაც თქვა, რომ მე ასეთი შოკი, ასეთი ჰამლეტი არასდროს არ მინახავს. და რა იყო ეს შოკი? მე მგონი ყველამ მივიხეთ ეს შოკი, ხო? სხვადასხვა კუთხიდან. პირდაპირ ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ყოველგვარი მართლა გადაჭარბების გარეშე, რომ ასეთი კონცეფცია, ასეთი ახსნა და გახსნა იმისა, რაც ჩვენ არ ვიცით, ხო, ყოველთვის ვამბობთ, ეს შექსპირი არ არის შექსპირი, ჩვენ არ ვიცით რა არის. ნამდვილი შექსპირი, ან რა არ არის შექსპირი და ეს აი ჩემი აზრით არის სწორედ ის, რაც აი საფუძველშია, ხო? რომ ჰამლეტი როგორც ადამიანი, რომელიც განასახიერებს და თავში მოიცავს, ხო ესეთი ისიც არის, რომ მრავალწახნაგა ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ძალიან ბევრ ადამიანს უყრის საკუთარ პერსონაჟში თავს, თუ შექსპირი უყრის. და აი სანდრო კალანდაძე და რეჟისორმა ზუსტად ასეთი ჰამლეტი გვიჩვენა. ეხლა შეიძლება რაღაცები არ უნდა კარტები შეიძლება არ უნდა გავხსნათ, ხო, იმიტომ იქ არის რაღაც 1-2 ესეთი ინტრიგა, რომელზეც შეიძლება სპოილერი და სპოილერება რო არ გამოვიდეს, არ თქვათ, მაგრამ ეს პირდაპირ ფიზიკურადაც ჩანს, რომ ჰამლეტი არ არის ერთი და რო არ არის ერთგვაროვანი. თავარი ჰამლეტი, ასე ვთქვათ, არის აუცრად ნიჭიერი და ესეთი მსახიობი ბექარ ხაჩიძე, ხო? კიდევ ერთი რაც ალბათ აღსანიშნავია ამ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით, ხო, ეს არის მთავარი რეჟისორის კიდევ ერთ-ერთი ამოცანა, ხო, თუ თვისება, თუ მისია, თუ როგორ აჩვენებ ამ სამყაროს. როგორია ეს სამყარო? ეს სამყარო, რომელიც ამ ჰარაკის ხო ესეთი ბევრი დარბაზს მოიცავს, ხო, სივრცე და სპექტაკლიც მოიცავს ბევრ დარბაზს. სპექტაკლი მოიცავს არა მარტო ბევრ დარბაზს, არამედ იმას პირდაპირ ფიზიკურად პროექციის თუ ჩანაწერის თუ ლაივსტრიმის მეშვეობით იმას, რაც ხდება
გარეთ რაც ხდება, გარეთ თუ როგორ ირღვევა ის სივრცე, რომელშიც ეს ყველაფერი არის მოქცეული, როგორ გადადის ერთი დარბაზიდან მოქმედება მეორეში, როგორ ბრუნდება ისევ პირველ დარბაზში, როგორ იცვლება ის შიდა სივრცეები, რომელიც აი შენს თვალსა და ხელშუა გარდაისახება, ხო? და რას აკეთებენ აი ყველაფრის გარდასახვისთვის, გარდაქმნისთვის, ახალი შრის, ახალი ფენის, ახალი რაღაც არსის მინიჭებისთვის სახეობები, როგორ მოქმედებენ, როგორ იცვლება მათი საშემსრულებლო ხერხები, ხო? და რა ნიშნულებს გესვამენ ეს პირდაპირად შეიძლება ფიზიკურადაც კი შეგვიძლია დავინახოთ სად კეთდება ზუსტად იმ ეპიზოდში მახვილი სად არ კეთდება მახვილი ვინ უნდა მოექცეს შენი ყურადღების ცენტრში აი ზუსტად მაშინ როდესაც ვიღაცა ერთ-ერთი მსახიობი ერთ-ერთი როლის შემსრულებელი თუნდაც გიორგი გეორგანაშვილი სადღაც რაღაცას ამბობს და ამ დროს აქცენტი აი როგორც კინემატოგრაფია კინოს შეუძლია ეს ხო რა სრულიად სხვა განზომილება უცბად ჩამონტაჟოს თუნდაც მოქმედებაში აი ეს ყველაფერი ოღონდ ეს არის ურთულესი სტრუქტურის სპექტაკლი აი მე ორჯერ ვნახე და მიუხედავად ამ ორჯერ ნახვისა მაინც ბოლომდე ვერ შევედი ვერ ამოვხსენი იმიტომ რომ რეჟისორი ძალიან ინტელექტუალი ადამიანია და მას აქვს თავისი კიდე სხვა სამყარო იმის გარდა თუ აი რასაც უშუალოდ კონკრეტულად ფიზიკური ფორმების მეშვეობით გიჩვენეს იმიტომ რომ ის აზროვნების სვანაკადები შემოდის და აი ვფიქრობ რომ ესეც არის კიდევ ერთ-ერთი ნიშანი ამ სპექტაკლის რითაც იწყება ძიება თუ ვინ არის ჰამლეტი და იშიფრება ძალიან კარგად ეს ჰამლეტი, მაგრამ ისევ ბოლომდე მაინც ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ხვდებით. თამთა ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ იმ ენაზე ელაპარაკო დღევანდელ მაყურებელს რა ენაც ესმის და რა ენაც აწუხებს. ეს თეატრი ყოველთვის ამ ენით არის გამორჩეული, რომელიც აი რომ მიდიხარ ხვდები რომ განსაკუთრებულად ნამუშევარია ტექსტზე. ის ტექსტი რომელიც ძალიან მისაღები და აქტუალური ცუდი სიტყვა, მაგრამ ნუ ისეთ სიტყვა, მაგრამ აი ძალიან ყოფითია და ძალიან მნიშვნელოვანი ხდება გულზე. აი ამ კუთხით რა სიტყვა კი, აი მოგესალმებით. პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ აი ამ თეატრში ტექსტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ფორმას და მოდი ჯერ დავიწყებ სანამ თქვენს კითხვას უპასუხებ, მინდა აღნიშნო, რომ ამ სპექტაკლში გაერთიანებულია ასევე ერთი პერფორმანსი, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისში შემოგთავაზა ანანო მახარაძის შესრულებით სანდრო კალანდაძემ, რომელიც ეს იყო მზადება ზუსტად აი ამ ჰამლეტისთვის და რომელ პერფორმანსაც ასე რომ ვთქვათ, ერქვა ჰა. და რომელიც მე გავახსნი ცოტა კარტას გავატარებასგან განსხვავებით, რომ შესულია ამ სპექტაკლში და შუა ნაწილია ანანო მახარაძის ეს მომენტი. და აი თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ ეს თეატრი რეალურად ქმნის ძალიან ღირებულ პროდუქტს და ელაპარაკება ყველას, აი თავი რა არის, იცით რომ კრიტიკოსი იქნება მისული, მაყურებელი, ჩვეულებრივი მაყურებელი იქნება, ანუ არაპროფესიონალი თუ ვინც არ უნდა იყოს იქ მისული, ყველასთვის ხელმისაწვდომია და გასაგებია. პირველი რაც ვფიქრობ ამაზე მოქმედებს არის მარია მეგვინეტის ტექსტი, რომელიც რაღაცა რემარკები აქვს, ანუ ჩადებული და ტექსტი შეცვლილია და ძირითადი ნაწილი არა, მაგრამ რაღაც ნაწილი, რომლის მეშვეობითაც აი ზუსტად აქცენტი კეთდება და პირველი რაც ჰამლეტს, ანუ აი არ დამავიწყდება, შეგრძნება რომ დავჯექი და თან გინდა თუ არ გინდა ფიქრობ, რომ აი ჰამლეტი ახლა შეიძლება მე ბევრი არ მინახავს, მაგრამ ნუ აი რა უნდა თქვას, სათქმელი ცხადია ბევრია, მაგრამ როგორი ფორმით. ანუ აი მართლა რომ დავჯექი, დაიწყო და მსახიობების შეძახილი უნდა ახსრულდეს მთელი 3 საათის განმავლობაში. ყურში აი ეს რაღაცა ლაიტმოტივად გამსდევდა. თან ეს არის სპექტაკლი, რომელიც ვფიქრობ
იმით არის კიდევ მნიშვნელოვანი, რომ აი როგორც ეიჟი გროტოვსკი მოღვაწეობდა და ღარიბი თეატრი, ანუ გულისხმობ დეკორაციისგან დაცლილი. მსახიობები აბსოლუტურად გულწრფელები არიან. იქვე ხდება გამოცვლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ეგრეთ წოდებული ლაივ სტრიმის საშუალებით კულისშიც მიყვება. ანუ ზუსტად ქალბატონმა ლელამ როგორც აღნიშნა, რომ ეს კინემატოგრაფიული ხერხები ისეა თან შემოჭრილი, რომ აი ჰარმონიულად არის და არანაირ გაღიზიანებას არ იწვევს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სადრას მოძრაობს, ყველგან საქმის კურსში ხარ ფაქტობრივად. კულისაც უყურებ, იმიტომ რომ იქ არის ეკრანი გაშლილი, აქ იცვლიან შენ წინ, აქეთ მოქმედება მიდის. თან არ არის სცენა, რაც მთავარია და ჩვენ უშუალოდ პროცესის თანამონაწილეები ვართ. სპექტაკლის დასაწყისში ისეთი ენერგეტიკა შეიქმნა თან ფაქტობრივად ღარიბმა კოსტიუმებმა მხოლოდ ესეთი ერთი ფერია შავი და აი ეს მუხტი რომელიც შემოიტანეს კი არ დავარდა ანუ აი ესე ნელ-ნელა ვითარდება და აი მართლა თან დღევანდელ დღეში როცა ისე აჩქარებული დრო 3 საათიანი და 4 საათიანი სპექტაკლების ყურება ანუ ისე რომ არ დაიხალო აი რთულია, შევთავაზოთ, რომ რთულია. ჩვენ ხშირად ვუყურავთ ამ ხანგრძლობის სპექტაკლებს, მაგრამ იშვიათად რა ესეთი ღირებულების იყოს რეალურად. მსახიობებმა რეჟისორთან ერთად შეძლეს მართლაც, აიცით როგორი კიდე შეგრძნება მქონდა, რომ აი ეს ჰამლეტი, რომელიც შექსპირმა შექმნა, თითქოს აი საიდანღაც მოდიოდა, რომ ბოლოს აი სადღაც აქ მოსულიყო. და აი ბექა ხაჩიძე რომელიც ჰამლეტია და თან ვფიქრობ რომ არ არის ჰამლეტი ანუ გულისხმობ იმას რომ ის გვეუბნება რომ მე თქვენში ვარ ანუ თქვენთან ერთად ვარ და ეს იქნება კაცი, ქალი, ბავშვი, დასრული თუ ასე შემდეგ აი ყველაფერს აკეთებენ ასე რომ თქვათ რომ აი ეს ემოცია მოიტანონ და რეალურად ანუ მართლა ამ 3 საათის განმავლობაში რომ სრულდება სპექტაკლი აი ისეთი სპექტაკლები მიყვარს რომელიც არ მთავრდება და ეს სპექტაკლი არ დამთავრდება ანუ მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ რომ რაღაცები შეიძლება ყველაფერი იდეალურად ბოლომდე გამართული არისო მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა რომ ამაზე აქცენტს არ აკეთებ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი ემოციას გაძლევს თუნდაც აი სივრცეების ეს ხო და ერთს დავამატებ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პერფორმანსი რომელიც ცალკე სპექტაკლია და ნაწილი ისე გახდა ამ სპექტაკლის რომ სრულიად ანუ ერთი მთლიანობაა და არ ვიცი ანუ ძალიან დიდ წარმატებას უსურვებ ამ თეატრს და ყოველთვის ესეთ ღირებული პროდუქტის შექმნას ასე რომ ვთქვათ. თამთამ რა კი ახსენა და ანანო მახარაძე მოდით ბარემ ეს ბუნდოვანება რომ განმუხტოთ მაყურებლისთვის რომ თქვენც თქვათ ესე თქვაც გინდოდათ იცით რა აი ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ხასარსებობა ამ სპექტაკლში თავისთავადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველად რომ დამოუკიდებლად ნახე და ვერავის ვერ წარმოგვედგინა რომ ასეთი ფორმით ასეთი ამბავი სრულიად არაჩვეულებრივი ანანო მახარაძის სრულიად მომნუსხველი შესრულებით რა ადგილს იპოვიდა ამ სპექტაკლში. ხო და წარმოუდგენელი იყო ის თითქოს ალთასარი, ეს ბალთას, მაგრამ აი ერთ-ერთი მთავარი ალბათ ამ სპექტაკლის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი და თვისება არის რომ ეს თუ როგორ ჩასვა რეჟისორმა რად აქცია ჰამლეტში და ვიტყვი რომ აი ის შესაძლებლობები ამ გოგოს არა შესაძლებელი და ყველა მსახიობის ყველა მსახიობის აი ისეთი მეორე თითქოს მეორე როლები ხო გიორგი წერეთელი იქნება თუ აი ესეთი თავარი როლიც არის ლაშა გიორგი ლაშხი თუ რა ვიცი უბრალოდ ახლა იმდენი არიან რომ ყველას ხო ვერ ჩამოთვლი მაგრამ აი რა არის თქმამდე რომელიც და კიდევ ერთი ახალი ახსნა ჰამლეტის და ახალი გაშიფრა არის ის რომ გონზაგოს მკვლელობა ეს ჩვეული ნაცნობი ძალიან ესეთი ტირაჟირებული ასე ვთქვათ შექსპირთან როგორ გარდაისახა ამ სათაგურის თუ იმის სცენა და შემდეგ რად იქცა ანანო მახარაძე სპექტაკლში აი ეს იყო კიდევ მეორე აი ესეთი საკონტროლო რომელმაც და სრულიად ახალ მიმართულება
მისა აი ამ ეპიზოდმა და შემდეგ როგორ გაისროლა ამ ეპიზოდმა სპექტაკლის სამოქმედი სპექტაკლის მესამე ნაწილში. აი მართლა თამთამ თქვა რომ აქ ძალიან ბევრი რამ არის ის იმდენად მნიშვნელოვანი რომ რაღაცა შეიძლება მართლა გამოგჩეს ხედველობიდან, მაგრამ აი შენი ქვეცნობერი აუცილებლად ოდესმე მიგიყვანს, დაგაბრუნებს იმ სპექტაკლთან, რომელიც არ შეიძლება რომ დასრულდეს. კიდე აი ერთს დავამატებ, რომ აი არ ვიცი ამ თუ როგორ უყურებ სპექტაკლს, აი ფაქტობრივად არაფერი დეკორაცია არ აქვს. აი სივრცეა, რაღაცა ელემენტარული, აი რას გულისხმობ, იცი და აი თლიანად ორიენტირებულები არიან, ეს თეატრი არის ორიენტირებული უშუალოდ მსახიობზე, ანუ აი მსახიობის შესაძლებლობაზე, შესრულებაზე, ტექნიკაზე, ანუ აი ახალ შესაძლებლობებზე ლაბორატორიული პროცესი. აი რაღაცა აი კიდე ერთს ვიტყვი რა, აი რაღაც ისეთი შეგრძნება ვქონდა თან იქ ვინც ნახავთ შემდგომში უკვე რა, აი ეს სცენაც მეკონა რომ რაღაც მიწის ქვეშეჯი ისედაც ვიყავით, მაგრამ კიდე უფრო სიღრმეში ჩავედით და კიდე უფრო სიღრმეში ჩაგვიყვანა ამ სპექტაკლმა, რომ ქვემოდან ამოვიდეთ და რაღაცებს სხვანაირად სხვა თვალით შევხედოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები და მოკლედ ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის ნახვას გირჩევთ ყველას და ზოგადად აუცილებლად იარეთ არაკში, რადგან იქ იმენაზე დაგელაპარაკებიან, რომელიც დღეს უნდა ესმოდეს მომავლის მაყურებელს.